ოფიციალური პირების განცხადებით 2 თებერვალს ღამით რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც დაშავდა 4 მშვიდობიანი მოქალაქე. საგანგებო სამსახურების ცნობით რუსული დრონები თავს დაესხნენ დედაქალაქის რამდენიმე რაიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. გავრცელებულ კადრებში ჩანს საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე გაჩენილი ხანძარი. შესაბამისი სამსახურები ხანძრის კერების ლოკალიზებას ცდილობენ. ოფიციალური პირების ცნობით თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, სასწავლო დაწესებულება და ადმინისტრაციული შენობები, ასევე ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები. ამასთან ვრცელდება ცნობები თავდასხმების შესახებ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკივზეც. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით რუსული დარტყმების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ხარკივის რეგიონის 2 ქალაქში, იზუმსა და ბალაკლიაში და ამასთან დაიბომბა 2 საცხოვრებელი კორპუსი ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სუმიში. სამხრეთ-აღმოსავლეთ დნეპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორმაც განაცხადა, რომ მის რაიონსაც დაესხნენ თავს, ხოლო საჰაერო თავდაცვის დანაყოფები საჰაერო იერიშების მოსაგერიებლად აქტიურად მუშაობდნენ მეზობელ ზაპოროჟიის რეგიონშიც.